დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. საცხოვრებელი ფართები ამჯერად სამგორის, ისნისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 35 ოჯახს სიმბოლურ ფასად ერთლარად დაუკანონდა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში და დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ჩვენ 2017 წლიდან დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება, 3300-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული გვყავს და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ, მანამ სანამ ყველა ადამიანი, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, არ იქნება დაკმაყოფილებული. ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობთ და ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაგეხმარებიან. ასეულობით მილიონი ლარის ქონება არის დაკანონებული, სახელმწიფო ქონება ოჯახების საკუთრებაში გადაცემული და ძალიან მიხარია ულოცავ ამ 35 ოჯახს. დღის მდგომარეობით 2017 წლიდან უკვე 3030-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა, 3030-ზე მეტ ოჯახს უკვე გადაეცა საკუთრებაში და ეს როგორც უკვე აღნიშნეთ, იყო ძალიან ბევრი წლების მოუგარებელი პრობლემა და ფიქრობთ, რომ ეს მართლაც აღსანიშნავი და ღირსშესანიშნავი გადაწყვეტილებაა.